როდესაც თბილისში ცხოვრება გადავწყვიტე და ვაპირებდი უკვე გადმოსვლას, ძალიან მიხარდა, რადგან მიყვარს ხალხმრავალი ადგილები, ზუსტად ისეთი როგორც თბილისია. ხალხზეც დამოკიდებულება მქონდა ძალიან დადებით, იმიტომ რომ მეგონა თბილი ხალხი, მაგრამ რო ჩამოვედი დამხვდა სულ სხვა სიტუაცია. სანამ თემქიდან რუსთაველამდე მოვალ, 100-დან 95 ადამიანი მხვდება ისეთი სახით, რომ ის იმედები, რომელიც მე მქონდა სანამ თბილისში ჩამოვიდოდი თბილ ხალხთან დაკავშირებით, საერთოდ გაიფანტა. არ მესმის, რატომ შეიძლება იყოს ხალხი ასეთი გაბოროტებული სახით, როგორიც მე ქუჩაში მხვდება. მესმის ის, რომ ზოგადად საქართველოში მიმდინარე მოვლენები ბევრს აწუხებს, მეც მაწუხებს მათ შორის, მაგრამ ეს ჩემი პრობლემა არ არის, ხომ? ჩემგან არ მოდის იმ ხალხისთვის ის პრობლემა, მე არ შემიქმნია და ჩემთან ერთად არ შეუქმნია იმ ადამიანებს, რომლებსაც ისე უყურებენ. შესაბამისად, ისინი, როდესაც მე მხვდებიან ის ემოცია, ის უარყოფითი ნეგატიური განწყობა ჩემზე არ უნდა გადმოიტანონ. სწორედ ამიტომ ხშირად ვცდილობდი მე რომ გამეკეთებინა რამე ისეთი აქცია გამეკეთებინა, რომელიც პოზიტივს გამოიწვევდა ადამიანში, თუმცა არ გაამართლა. ერთს ვისურვებდი, რომ ჩვენს ქალაქში, თბილისში იყოს ისეთი თბილი ხალხი, როგორიც შეეფერება თვითონ საქართველოს და თვითონ დედაქალაქს. მეტი სათქმელი რა ვიცი, მე არაფერი არ მაქვს. უბრალოდ მინდა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთის გაუტანლობით, შურით, ბოღმით ქართველები შორს ვერ წავალთ.